დღეს ჩვენ ვასრულებთ ღვთისშეწევნით და მადლობა ღმერთს ამისთვის საქმე მოციქულთა კითხვას, ბოლოთავი უნდა წავიკითხოთ, გავაკეთოთ მცირე განმარტება და ღვთისშეწევნით შემდეგ შეხვედრაზე უკვე გადავალთ იობის წიგნზე, იობის წიგნსაც დავასრულებთ, ხო? დაწყებული გვაქვს და მე ახლა წმინდა წერილიდან ერთი წიგნს ამოვარჩევთ და იმას წავიკითხავთ და გავაკეთებთ მოკლედ იმაზე მცირე კომენტარებს წმინდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით თავისთავად. როდესაც ვამბობთ ვაკეთებთ კომენტარს, არა ჩვენი შეხედულებით, არამედ წმინდა მამათა მოძღვრების და სწავლების შესაბამისად. ხო, ახლა 22-ე თავში გრძელდება ისტორია პავლესი, ჩვენ ახლა 27-ე თავში ვისაუბრეთ პავლე მოციქული, მიყავდათ გემით, მე ეს გემი მოკლედ მოხდა კატასტროფაში, დაიძირა, პავლე მოციქულის სასწაულებრივად გადარჩა და მარტო პავლე კი არა, პავლეს ლოცვით ყველა ადამიანი, ვინც გემზე იყო, ყველა გადარჩა რა. და ამის შემდეგ, როცა გამოვედითო იმ ადგილზე, სადაც გემი დაიღუპა, მიწაზე რომ გადმოვედით, იმ ალაგს ერქვაო, იმ ადგილს ერქვა მელიტონი, ერქვა ჭალაქსამასო, ასე წერია საქმე მოციქულთას 22-ე თავის პირველ მუხლში. ხო, ამის შემდეგ იქ ხალხი, რომელიც დახვდა, მოკლედ ახლა აღარ წავიკითხავ ხოლმე, უბრალოდ ერთ სასწაულზე გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება, პავლე მოციქული რო გადავიდა, იქ ხალხმა მიიღეს პატივიცე, ცეცხლი დაანთესო და როდესაც ცეცხლი იყო დანთელი, პავლე მოციქული იქ ესე იგი დასანთებს საშუალო ქარქვეცო ყრიდაო და გამოძრაო იქიდან. იქედნე და უკინა პავლეს. იქედნე არის ქვეწარმავალი, რომლის კმენის შემდეგ ადამიანები კვდებოდნენ, ხო? მაგრამ ხდება სასწაული. პავლე მოციქული არ გადაიცვალა. და რა გახსენდებათ? თქვენ წმინდა წერილში წერია, რომ თუ ადამიანი მიიღებს სასიკვდილო შავსო, არ იგევნოთო, რომ იგი ამბობს უფალი. ანუ ადამიანმა არ უნდა გამოცადოს ღმერთი. და უნდა თქვას, რომ მე მივიღებ ახლა ისეთ რაღაცას, რომელიც არ არის სასარგებლო ჯანმრთელობის და გადავჩები და უფალი მოხდეს, სასწაულის არ არის სწორი. მაგრამ ღვთისგანგებულებით ხდებოდა და არ მარტო პავლეს, მე უკვე წმინდათა ცხოვრებაში მრავალად ხდება ჩვენ ადგილი, სადაც ადამიანებს აწამებენ და სასწაულებრივად მერიგურნებიან. მიგახსენდება პირველ რიგში ამ ქართველების ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანი, იმიტომ რომ ჩვენი ერის ფარველად ითვლება წმინდა გიორგი, ხო? უაწამეს მერე სასალამათი გაიარა, ხო? ასეთი მრავალად იყვნენ არა მარტო წმინდა გიორგი. ზოგს პირთამდი შევშებო შხამიან თასებს ასმევდნენ და ღვთისგანგებულებით არ კვდებოდნენ ისინი. მაგრამ იყო შემთხვევა, რომ ადამიანს მოკლედ წამების შემდეგაც კვდებოდა ზოგიერთ წმინდანი, მაგრამ ეს ღვთისგანგებულება იყო. ღმერთი როგორ ჩათვლიდა საჭიროს, ისე აკეთებდა, იმიტომ რომ ღმერთმა იცის ჩვენ რა გვაქვს გასაკეთებელი და რა არის ჩვენი მისია, ხო? სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელსაც ვერ იბადებიან. არიან. ჩაისახა, ხო ვერ დაიბადა. რატო? ეს ღმერთმა უწევს, ჩვენ არ ვიცი. ზოგი ადამიანი ღრმა მხუცებული ამოდი ცხოვრობს. ზოგიერთი სამწუხაროდ ახალგაზრდანელი სამყაროდან. რა არის ამის მიზეზები? ნუ კონკრეტულ შემთხვევას არ ვიხილავთ, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის. შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, შეიძლება რაღაცები ვთქვათ, შეიძლება შეგვიშალოს, ამიტომ ვარაუდები და აღმსჯელობები ასეც აკეთებდნენ არ არის სწორი. უბრალოდ ერთი დანამდვილებით ვიცით, რომ ღვთის დაშვების გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი არ ხდება. თუ გახსოვთ, ერთი ღერით მას კი არ ჩამოვარდებაო ადამიანის თავიდან ღვთისნების გარეშე. ესეა. ასე რომ არის ხოლმე ასეთი შემთხვევა და პავლე მოციქულმა მოკლედ აი ესეთი რაღაცა შემოხდა. ასე სასწაული აღსრულდა და პავლე მოციქულმა ეს მიიღო სიმდაბლით. და მადლობა შეწირა ღმერთს ზოგადად, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რაიმეს, ხო? და ამ ჩვენ გაკეთებული საქმე სარგებელს მოგვიტან ჩვენ და სხვასაც. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? კი არ უნდა ვიქადოდოთ, კი არ უნდა თავი მაღლა აუწიოთ და საკუთარ ღირსებას მივაწევოთ და შესაძლებლობებს ესეთ ვიკეთილი საქმე და შევძლებთ მადლობა ღმერთს. ღმერთმა მოგცა ჩვენ ეს უნარი, რომ ეს რაღაცა კარგი გავაკეთოთ. გავაკეთებთ ცუდს, ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევით? უნდა მივხვდეთ, რომ დაცემული ბუნება გვაქვს და ჩვენი მოკლედ დაცემული ბუნება იმძლავრა ჩვენზე, ჩვენაც ცოდვით და მირეგლებებმა არასწორი საქციელი ჩაგვადეთ და შენდობა უნდა ვთქვათ ღმერთს ამისთვის, ხო? და ამის შემდეგ ჩვენ თავში გებულობთ, რომ პავლე მოციქული ჩაიყვანეს რომში და მოკლედ იქ შეხვდნენ მორწმუნე ადამიანები. პავლე მოციქული და მოკლედ პავლე მოციქულის ცხოვრება გჭირდება რომში ჩასვლის შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ პავლე მოციქული პირველად დაიჭირეს და ჩავიდა, იქ თავიდან პავლე მოციქული არ უწამებიათ. კი იყო სასამართლოზე დაყოლებული და რაღაცა, მაგრამ განთავისუფლდა, ასეთი გარდამოცემა არსებობს, უბრალოდ საქმე მოციქულთა აღარ მოგვითხრობს პავლე მოციქულის ბოლო დღეებს.
შემდეგ კიდე იქნა შეყრობილი პავლე და ჩვენ როგორც ვიცით, საეკლესიო გარდამოცემით პავლე მოციქული პეტრე მოციქულთან ერთად როგორც პავლე ისე პეტრეც იქნა დატყვევებულები და ორივე რომში აღესრულა. პავლე პრივილეგირებული მოქალაქე იყო რომისა და რომაელი მოქალაქეებზე ჩვენ ვისაუბრია წინა თავებში განმარტების დროს, უბრალოდ გეტყვით, რომ რომაელი მოქალაქეები სარგებლობდნენ პრივილეგიებით, ძალიან ბევრი პრივილეგიით. ერთ-ერთი იყო ეს პრივილეგია, რომ არა რომაელი ჯვარზე აკრავდნენ და ჯვარზე გაკვრა სირცხვილად უფლებოდა და ძალიან მძიმე დანაშაულებს აკრავდნენ ჯვარზე, ხოლო რომაელი მოქალაქეები თავს კვეთავდნენ. მოკლედ ესეთი პატივიც ეს ბრჭყალებში პავლე მოციქულს და ის მოკლედ თავის მოკვეთით აღესრულა. მისი წმინდა ნაწილები რომში არის დაბრძანებული, წმინდა პეტრეს ბაზილიკას უძახიან კათოლიკები, იქ არის დაკრძალული. პეტრე მოციქული, რომელიც განსაკუთრებულად არის პეტრე და პავლე მოციქულის შესახებ მოთხრობილი საქმე მოციქულთაში, პირველი ქრისტიანული თემის ცხოვრებაში ამ ორ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა შესრულებული, როგორც სხვა მოციქულის, მაგრამ მათ განსაკუთრებით და პეტრე მოციქულის ბაზილიკა ქვია და პეტრე მოციქულის იქვე არის დაკრძალული, ახლა მე არ ვარ იქ ნაყოფი, მაგრამ ვინც არ იქ ნაყოფი, ამბობს, რომ თუ აღესმენით ხოლმე თავისთავად დღესაც ისინი სასწაულად მოქმედებენ პეტრეს და პავლეს და მათი ლოცვით ღმერთმა შეგვიწყალოს კვაცხოვოს. მადლობა ღმერთს, რომ შევძელით და საქმე მოციქულთას წიგნი წავიკითხეთ და ჩვენი სასარგებლო მცირე კომენტარები გავაკეთეთ და ჩვენ ახლა სანამ დავიწყებთ საუბარს გიგითხარით, მაგრამ ახლა ვინც მოგვისმენს ახლა იმათ გასაგებად ვამბობ, ჩვენი აქ შეგრების მიზანი და ამსაუბრების ჩაწერის მიზანი არის ის, რომ გავიჩნდეს სურვილი, წავიკითხოთ წმინდა წერილი და ჩავუღმავდით იმ საიდუმლოს, რომელიც უფალმა ჩვენ წმინდა წერილის საშუალებით მოგცა, ხო? ერთმა დაგლოცოთ და გაგაცილოთ. რა უნდა ისართ.